მოვიჩინეთ, რომ ეს არის ემოცია და სპონტანური რეაქცია. ლარის არის თუ არა საფუძვლიანი, რაღაცნაირად ცოტა დამამშვიდებელი ფაქტორი, რომელსაც მთავრობა გვაწვდის ამ ეტაპისთვის. ზოგადად ამ ეტაპზე ფსიქოლოგიურ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მართველი პარტიის მხრივ ესეთი განმარტებები ძალიან სასარგებლოა ჩემი აზრით სავალუტო ბაზარზე არსებული დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე. მე რამდენიმე დღის წინ ამ ეთერში ამ სტუდიაში ვთქვი, რომ მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მზადდებოდა, სასურველი იქნებოდა თუ არ იქნებოდა ქირურგიული ჩარევებით გაჯერებული და საბედნიეროდ დღეს იმ პუნქტების განხილვა, რაც გამოქვეყნებულია ამ ლარის კურსის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით, იძლევა გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებას. თუმცა არ შეიძლება ხაზი არ გაუსვათ იმ ფუნდამენტურ ფაქტორებს, რომლებიც ლარის კურსთან დაკავშირებით დღესაც სახეზეა. ეს არის გასული წლის ექსპორტთან შედარებით წლევანდელი წლის 2 კვარტალში ექსპორტის 8%-ით შემცირება, ეს არის ინვესტიციების საკმაოდ სერიოზული პრობლემები, ეს არის გრანტების პრობლემები, რომლებიც არ მეუღია ბიუჯეტს და მთელი ის ფუნდამენტური საკითხები, რაც სახეზეა. თუმცა არის კიდევ სუბიექტური ფაქტორებიც, რომელიც არსებითად შესაძლებელია და შეიძლება ერთი ხელის მოსმით შეიძლება ითქვას გადაწყდეს. კერძოდ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონი აძლევს ეროვნულ ბანკს გარკვეული სერიოზული ნაბიჯები გადადგას ისე, რომ არ შეუთანხმოს მთავრობას და არ შეუთანხმოს პარლამენტს. ამიტომ ეროვნული ბანკის პოზიციები ამ კუთხით შეიძლება კიდევ უფრო რადიკალური გახდეს. კერძოდ არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რომ ამ ზაფხულიდან დაწყებული ეროვნული ბანკი, რომელიც ინფლაციის დაბალი დონით გარკვეულწილად მოექცა აფექტის ქვეშ, რეინვესტირების განაკვეთი საკმაოდ შეამცირა. აგრეთვე საკმაოდ სერიოზულად გააზარდა რეფინანსირებული სესხების რაოდენობა კომერციულ ბანკებში. რაც კონკრეტულ ქმედებებს აქვს ადგილი. თუმცა თქვენ ვფიქრობთ, რომ ფსიქოლოგიურ და ემოციურ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. შემდეგი კითხვა არის ასეთი და შემდეგი კითხვა ბატონ დავითმა მექნება, მაშინ ის ნიშნავს, რომ ლარს ცოტათი მაინც დასტაბილურების პერსპექტივა აქვს. არანაირი პერსპექტივა არ აქვს ლარს ამ ეტაპზე დასტაბილურების. ეს ფაქტორები სადაც ყოველთვის იყო საქართველოში სამწუხაროდ, ეხლა უბრალოდ შევედით ღრმა კრიზისში იმ გაგებით, რაც ქვია საგარეო ვალების დაფარვის სეზონი. დეკემბრის ბოლომდე დასაფარია კერძო სექტორს 900 მილიონი, 2017 წლის პირველ კვარტალში 800 მილიონი, 2017 წლის მეორე კვარტალში 900 მილიონი დოლარი, მესამე-4 კვარტალში თუ ახალი ვალები არ არის 1 მილიარდ 368 მილიონი დოლარი, ამას ემატება სახელმწიფოს ვალი მომავალ წელს კიდევ 360 მილიონი დოლარი და 135 მილიონი, რაც ამ წელს აქვს წლის ბოლომდე დასაფარი. ჩვენ არა გვაქვს ამდენი რეზერვი და სავალუტო თანხა, რომ ამას გაუმკლავდეს კერძო სექტორი. აქ რეალურად ლარის კურსზე საუბარი აღარ არის. საერთოდ. აქ საუბარი არის რეალურად ქვეყნის გადარჩენის კურსზე და მთავრობამ დროზე უნდა იმოქმედოს საერთოდ სავალუტო ფონდთან, სოფლიო ბანკთან და ანტიკრიზისული გეგმა სასწრაფოდ როგორც არის შესაძლებელი ეს ვალები და რესურსები მოიზიდოს ან გადაავადოს კერძო სექტორს. კი ბატონო, სახელმწიფო შეუძლია ვთქვათ, როგორც ესპანეთი წყნარად იყო არხიურად იჯდეს, იმიტომ იტყვის რომ 2.5 მილიარდი გვაქვს და ჩვენ თავს უშველით, მაგრამ თუ გაკოტრდა ეს ჩვენი კერძო ბიზნესი, ჩვენ არაფერი აღარ გვეშველება. აქ დენის და ტარიფის თემა წამოიწევს ახლა უკვე, ის რომ მოგვივა ორჯერ და სამჯერ გაძვირებული გადასახადების სახში, მე არ ამგონია უკვე ლარის კურსზე იყო საერთოდ საუბარი, ამიტომ სასტრაფოდ არის დასაწყები, ამიტომაც არის არჩეული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც მუშაობდა ამ სტრუქტურებში 15 წელი, ინებოს და სასტრაფოდ თავის კოლეგებთან იმუშაოს ამ საკითხებზე. და არ არის საჭირო ახლა დამალობანას და რაღაც იქეთ-აქეთ თამაში რაღაც უაზრო სქემები. ანტიკრიზისული გეგმა ახსენეთ მე, ბატონო აკაკი, ის გეგმა რაც გამოქვეყნდა ანტიკრიზისულ გეგმასთან არის ახლოს მისი რამე პუნქტი, რომელიმე ერთი პუნქტი მაინც თუ შეგვიძლია შევაფასოთ ადეკვატურ პუნქტებად. მოგესალმებით. ის რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ეს არის კლასიკური გაგებით პანიკა, ბირჟის ენაზე ვალუტის თავისუფალი ვარდნა, კი ბატონო პოლიტიკოსების ენაზე გამოდის, რომ არის ემოციური და სპონტანური რეაქცია, სწორედ აი ამ 10 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით და არა იმაზე, რაც ეროვნულმა ბანკმა თქვა. პანიკა დათესა მთავრობამ. ჩემი ღრმა რწმენით, დიახ, ეს პირდაპირ კავშირშია 10 პუნქტიან გეგმასთან. 10 პუნქტიან გეგმას არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილეში ეკონომიკურ ზრდასთან. პირიქით, 10 პუნქტიანი გეგმა ხელს უწყობს ეკონომიკის უფრო მეტად დამუხრაჭობას, ვიდრე ეკონომიკის განვითარებას. ეს ეხება ამ პუნქტებში, რა თქმა უნდა, არაელასტიურ საქონელზე, ანუ ისეთი ტიპის საქონელზე, სადაც თქვათ, ფასი ზრდა მოთხოვნის რაოდენობას არ შეამცირებს, ან ცოტა რაოდენობით შეამცირებს. აი ამაზე გადასახადების გაზრდა, რაც ადამიანების რეალურ შემოსავლებს შეამცირებს, ეს ცალსახა არის.
ეს ეხება რაც თავარია ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდა, რაც ნავთობპროდუქტებს მინიმუმ 20 თეთრით გააძვრევს და ეს ინფლაციური რისკების საშიშროების წინაშე ვაყენებს. ეს ეხება რა თქმა უნდა ლარიზაციის გეგმას, რაც დოლარზე მოთხოვნას არანაირად არ შეამცირებს და ადამიანებს უფრო მეტი რისკების წინაშე, უფრო ნაკლებად ჰეჯირებულს ხდის სინამდვილეში, ვიდრე თქვათ, ეს არის ხელისუფლების მოლოდინი, თუ მექნება საშუალება მე ამას ახსნი რატომ. და ეს არის რეაქცია უბრალოდ აი ამაზე ყველაფერზე. თუნდაც ის ფაქტი, რომ მომავალ წელს ნავთობზე გაიზრდება ფასები. ეს იმას ნიშნავს, ეს სიგნალია უკვე ამ მოთამაშეებისათვის ბაზარზე, რომ მათ დაიწყონ სასწრაფოდ ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნა და რა თქმა უნდა შექმნან თუნდაც მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. რაც ბუნებრივია, რომ ეს გამოიწვევს ლარის გაუფასურებას. ეხლა საერთო ჯამში რომ ეს ცოტა ადრე დაანონსდა, თქვენ ამის თქმა გნებავთ, როდესაც ითქვა რომ აქციზი გაიზრდება, ავტომატურად დაიწყო მარაგების შეგროვება. არ უნდა თქმულიყო? მე ვამბობ პირველ რიგში იმას, რომ ეს იყო ძალიან უგუნური გადაწყვეტილება, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. თუმცა რახან იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა ძალიან ადრე გამოცხადდა ეს და ბუნებრივია რომ იმპორტიორები ამაზე იზრუნებენ და ბუნებრივია რომ ამ მოკლე პერიოდში საკუთარ სარგებელზე იზრუნებენ მაქსიმალურად და ამას მათ ვერავინ რა თქმა უნდა და რაც შეეხება იმას თუ რატო უფასურდება ზოგადად ლარი აქ ითქვა უკვე და მე დავეთანხმები აქ გამოთქმულ რამდენიმე მოსაზრებას, რა თქმა უნდა ჩვენ საგარეო ვალების მომსახურება გვიწევს და ფაქტია, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება, ანუ ჩვენი შემოსავალი, რაც იზრდება, ის არ ყოფნის ამ საგარეო ვალების მომსახურებას და ბუნებრივია, რომ ლარი ასეთ შემთხვევაში გაუფასურდება. გასაკვირიც უნდა იყოს, რომ ლარი არ გაუფასურდეს. შეიძლება თქვა, რომ ლარი იქცევა ჯანმრთელად, ხო? ეს მას ეკუთვნის ეს ფრაზა. ლარი რეაგირებს გარემოზე ძალიან ნორმალურად და ეს არის შედეგი იმისა, რომ ეკონომიკა არ იზრდება, ხოლო საგარეო ვალების მომსახურება იზრდება და ბუნებრივია, რომ ლარი გაუფასურდება. ბატონ ზურაბ, აი ჩვენ მოვისმინეთ ახლა ერთ-ერთი ლიდერის ოცნების პოლიტიკური ნაწილიდან, რომ სტაბილიზაციის ეფექტი მან ახსენა ასეთი რამ, რომ ეს გეგმა, რომელიც გამოქვეყნდა, რაც სტაბილიზაციის ეფექტის მქონე არის უკვე და ეს უკვე ტენდენციის სახეს იძენს, ვინაიდან ლარის კურსის ვარდნა დღის მეორე ნახევარში შეჩერდა. დაეთანხმებოდით? პრინციპში ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ბატონმა თალაკვაძემ, რომ თითქოს ეროვნული ვალუტა რაიმე გამყარების ტენდენციას ცით ხასიათდება, მე ნამდვილად ვეთანხმები მას ტენდენციაზე, რამდენიმე საათიან გამყარებაზე, როცა არის საუბარი, ნამდვილად არ შეგვიძლია, შესაბამისად, მე ვფიქრობ, მე ვერ გავიგე რა იგულისხმა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, მე პრინციპში გავიზიარებდი აქ ჩემი წინა გამოსვლების პოზიციას და პრინციპში რამდენიმე ნაწილად გავყოფდი გაუფასურების მთავარ მიზეზებს. პრინციპში ეხლა რიგითობით ჩამოვთვლი, თუმცა ეს მნიშვნელობით არანაირად არ იგულისხმება, ანუ თანაბარი მნიშვნელობის საკითხებია ჩემი აზრით. პირველი და ყველაზე ფუნდამენტური საკითხი არის ძალიან მარტივი, რომ როდესაც ეკონომიკამ თავის დროზე ეს უცხოური ვალები აიღო, ეს ვალები თავის დროზე და შემდეგულ პერიოდშიც ვერ იქცა რაიმენაირად იმპორტის ჩამონაცვლებელ ან ექსპორტის რაღაცა ზრდის წამახალისებელ ფაქტორად. ანუ საგარეო ვალდებულებების აღებით თავის დროზე ჩვენ ვერ შევქმნით ისეთი ბაზა, რასაც უნდა შემოეტანა ქვეყანაში დოლარი ან შეეჩერებინა ქვეყნიდან დოლარის გატანა. ეს პირველი და რაც შეეხება წარმოებას, მეორე თავისთავად არის რა თქმა უნდა საგარეო ვალდებულებების მომსახურების აქტიური ფაზაში გადასვლა და მე არა ვარ ისეთი სკეპტიკური ზოგადად უცხოურ ვალდებულებებთან, როგორც თქვა ეკონომისტების დიდი ნაწილი, მე ვფიქრობ, რომ ვალის სწორად მართვის შემთხვევაში მისგან კარგი ეფექტების მიღება შეიძლება, თუმცა ფაქტია, რომ ეს ეფექტები ჩვენ ვერ მივიღეთ და მესამე, რაც ბატონმა ზურაბმა ისაუბრა, არის ის, რომ პრინციპში ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის
ჩემი აზრით მე წინასწარი გამომდინარე იქიდან რომ იგივე რეფინანსირების სესხების განაკვეთის შემცირება ოთხი მიმდინარე ეტაპზე რეფინანსირების სესხები აუცილებლად უნდა გაიზარდოს ეს ერთი და მეორე ძალიან არის გაზრდილი როგორც ერთის მხრივ თვითონ რეფინანსირების სესხების მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბა უკვე როგორც ვიცით თქვა 2014 წლამდე ეს მაჩვენებელი მინუსებში იყო ეს მარიზაციის ტიპის გეგმის ფარგლებშია? არა, უბრალოდ ეს ეროვნული ბანკის კურსის ვარდნის ზუსტად დაასახება ეს არის ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთი მთავარი მიზეზი. ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მთავრობის სტრატეგია ჩემი აზრით გარკვეულწილად არის სწორი, თუმცა არ არის კომპლექსური. მე ვთქვათ, იგივე აქციის გადასახადის დაწესში ხა ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავრობამ რეალურად გაიზიარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კარნახი კი არა, პირდაპირ მითითება, დირექტივა, კი ბატონო. ხონდა ასეც ადგილი? აქციზების ბიუჯეტის შევსების თემა იყო. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასთან დაკავშირებით ბუნებრივია. ეხლა ჩვენ ზუსტად პირდაპირ ასეთი განცხადებები არ გვინახავს, მაგრამ რამდენიმე სერიოზული განცხადება გაკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების მხრიდან და ამ განცხადებებში ნამდვილად შეიძლება ამ რეკომენდაციების ამოკითხვა და მე პრინციპში ვფიქრობ, რომ აქციის გადასახადის ნაწილის გაზრდა რაღაც მომენტში არის სწორი, თუმცა აუცილებლად მოყვება ის ნეგატიური ეფექტები, რაცაც ბატონო აკაკი მისაუბრა. მე ვფიქრობ, რომ აი ერთ საინტერესო დეტალი არის. მე ვფიქრობ, რომ მთავრობას ზოგადად საგადასახადო პოლიტიკის გატარების რეალური მოქმედი ბერკეტი წართმეული აქვს, ვინაიდან ჩვენთან გადასახადების ზრდა ძირითადად, ანუ საგადასახადო პოლიტიკის გატარება აკრძალულია კონსტიტუციით. აქ არის ესეთი მოცემულობა, არის ეროვნული ბანკი, რომლის მიმართაც მოვისმინეთ თქვენი კრიტიკა, არის მთავრობა, რომელიც ცდილობს ამ კრიზისიდან გამოსვლას, თუმცა არ უღიარებია მომენტისთვის, რომ ეს ანტიკრიზისული გეგმა, მათ თქვენს რომ ეს არის ლარიზაციის გეგმა, თუმცა იმ გეგმაში არის რაღაც პუნქტები, რომელიც თლად მკვეთრი არ არის რა კავშირშია ლარიზაციასთან, მაგალითად ონლაინ სესხების გაუქმება, ან დარეგულირება, კი ბატონო, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ კიდევ გასარკვევია რა ფორმით უნდა დარეგულირდეს. მე მაინტერესებს ასეთი რამ, ბატონ ზურაბ, ეროვნული ბანკი და მთავრობა. გასაგებია, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა, მან უნდა უღუროს ლარს და ეს ყველაფერი აკონტროლოს. გასაგებია, რომ მთავრობას აქვს თავისი საქმე, ბიუჯეტირება და ამ შემდეგ. როდესაც ასეთი მდგომარეობაა, რა ტიპის კომუნიკაცია უნდა იყოს ყველაზე ჯანსაღ შემთხვევაში მათ შორის და ჩვენ მოქალაქეები რას უნდა ვისმენდეთ მათგან? ანუ რისი დეფიციტი გაქვთ თქვენ დღეს რა ინფორმაციას ვერ ფლობთ როგორც მოქალაქე? იცით, რამოდენიმე თვის წინ მე შეგახსენებთ ერთ საინტერესო მომენტს. რამდენჯერმე პრემიერმა თავისთან შეკრიბა ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი, თუ გახსოვთ. ქადაგიძის პერიოდს ამბობთ. ქადაგიძის პერიოდს ამბობთ და ეს იყო ისეთ ხელოვნურ ბატონო. წინა პრემიერი? ყოფილმა პრემიერმა. და ეს იყო ისეთ ხელოვნურად გაკეთებული, ისეთი რაღაცნაირი აი უსისტემოდ გაკეთებული, რომ მაშინ დამჩა შტაბ-ჭრილება, რომ ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთთან ურთიერთობს საკმაოდ. მე მგონი ღიათაც ვერ ურთიერთობდნენ, თლათ კეთილგანწყობილ ეროვნულ ბანკს მეწეგან შემთხვევით არ ვთქვი ორგანული კანონით ეროვნული ბანკის შესახებ 55 მუხლია თუ არ ვწდები. აქვს საკმაოდ სერიოზული ბერკეტები იმისი, რომ ავტომატურ რეჟიმში ის არის ფისკალური აგენტი ქვეყნის მთავრობის და ამდენად მას შეუძლია ეს გააკეთოს, როგორც უნდა არსებობდეს ქვეყანაში უწყებათაშორისი ორგანო, რომელიც მათ ურთიერთობას ავტომატურ რეჟიმში გადაიყვანს. მე მაგალითად მახსენდება 98 წელი, როდესაც ლარმა პირველი რყევა, ასე ვთქვათ, ვალატულობა განიცადა და მაშინდელი უშიშროების საბჭო, როდესაც მე იქ მუშაობდი, მქონდა ამის საკუთარი თვალით ნახვის საშუალება, როდესაც რამოდენიმე შეკრებაზე მოხერხდა ის, რომ რამოდენიმე უწყება ეკონომიკური, რომლებიც ახდენენ აი მონეტარულ პოლიტიკაზე გავლენას, შეიკრიბნენ და საკმაოდ ოპერატიულად მოხდა გადაწყვეტილების მიღება. დღეს როგორია მთავრობის უწყებათაშორისი კოორდინაცია? ეს არის ძალიან სერიოზული გეპი. ძალიან სერიოზული მინუსებია ამ კუთხით, იმიტომ რომ იგივე ავიღოთ ეროვნული უშიშროების საბჭო, იგივე ავიღოთ კრიზისების მართვის საბჭო, ეკონომიკაზე აქ არავინ არ მუშაობს. ეკონომიკური უსაფრთხოების, მონეტარული პოლიტიკის უწყებათაშორისი რეგულირება აქ არ არის. არადა რომ აიღოთ ისეთი სტრუქტურები, როგორც შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭო, ეროვნული უშიშროების
უშუალოდ მდივნის აპარატი, იგივე ევროკავშირის წევრი ქვეყნების, იგივე რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი. პირველი მოადგილე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის არის მოადგილე ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში. შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი სტრუქტურა უშიშროების საბჭოს აპარატში არის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი. ეს უწყებათა შორისი კოორდინაციის საკითხი. ამდენად, როდესაც მონეტარული პოლიტიკის გამტარებელ სუბიექტების კოორდინაციაზე თქვენ ნამდვილად ზუსტად დასვით და კარგი შეკითხვა დასვით, როდესაც ესეთი კოორდინაცია მოიკოჭლებს, აქ უკვე ინსტიტუციურ საკითხებზე და ინსტიტუციურ რეგულირებაზე უნდა იყოს საუბარი. არა მარტო იმ წმინდა ეკონომიკურ, მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ საკითხებზე, არამედ ინსტიტუციურ საკითხებზეც, რაც აუცილებლად საფიქრალია. იმიტომ რომ ჩვენი უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში ცვლილებებმა, რომელიც 2011 წელს შევიდა ბოლოს, საკმაოდ სერიოზულად დაასუსტა ეს უწყებათა შორისი კოორდინაციის ორგანო და დღეს ფაქტიურად ის სივრცე, რაც უნდა შეევსო ამ უწყებათა შორის კოორდინაციას არ არსებობს. არადა ეკონომიკური უსაფრთხოება ზუსტად უწყებათა შორისი კოორდინაციის საგანია. ბატონ დავით, ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც ბატონ ზურაბმა ახსენა ქადაგიძის პერიოდი, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება, იგივე ხელისუფლება, პრინციპში იგივე პოლიტიკური ძალის წარმოდგენილი, ძირითადად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თავის პოლიტიკურ განწყობებს უკავშირებდა ლარის კურსის ვარდნას. ჩვენ ეს ფაქტორი ახლა აღარ გვაქვს, მოგვეხსნა თქვენი ახლა გვაქვს ფეხებქვეშ გაგდებული ეროვნული ბანკი მთავრობის ხელში. რას გულისხმობთ? შეგიძლიათ უფრო მეტად დაგვიხსნათ? ყველანად გამონათქვამზე, რომელიც საერთოდ დაკარგა თავის ავტონომიურ და რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ. აი ესა გვაქვს შედეგი. რაში არის გამოხატული შედეგი? ეს შედეგებში ვხედავთ. ანუ პირველი რამაც დაანგრია ახლა ლარის კურსი, ეს არის ეროვნული ბანკის მხრიდან. ეს არის პირდაპირ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა, განახორციელა ვითომ ინვესტიციების, ინტერვენციების სექტემბერ-ოქტომბრის განმავლობაში, როცა ინტერვენცია ეს არ იყო. ინტერვენცია მესმის გაყიდო 200 მილიონი და ამოიღო მიოქცევიდან 500 მილიონი ლარი. ლარი გაიზარდა მიოქცევში. საწავიდეს 200 მილიონი დოლარი. ვის მისცეს ეს 200 მილიონი დოლარი? ეს არის საარჩევნო ფაქტორი იყო არაფერ შუაში. ეს იყო კონკრეტულად პროგრეს ბანკი, TBC ბანკის და Societe Generale-ის შორის აი თქვა ოპერირება. ანუ კონკრეტულად გადაეცა. ანუ ბაზარი მიაჩვიეს, რომ თუ რამე დაგჭირდა 2 და 3-ს რომ გადასწევ მივარდებით და ვიყიდით დოლარს. მივარდნენ ახლა 2 და 4-ზე, 2 და 5-ზე და აღარ არის დოლარი. ესე იგი ვიღაცამ გადაწყვიტა ამ პერიოდში 200 მილიონი ვიღაცისთვის მიცემა ფაქტობრივად ქვეყნის რეზერვები და ესე გაფლანგა და ახლა 2 და 6-ზე რომ იდა, ახლა რატომ არ ყიდიან ეს ინტერვენციას? მას სექტემბერ-ოქტომბერში მე როგორც მოხდა ახლა რეზერვების გამოყენების დრო არის? ეცით რა, მოდით არჩევნას, საერთოდ რეზერვების ამ სახით გამოყენება არის პირველ რიგში ფულასა პოლიტიკის დანგრეული სიტუაციის ანარეკლი, იმიტომ რომ რეზერვებს ამისთვის არ იყენებენ. ამისთვის არსებობს სახელმწიფო ფასიანი ხალხები, არსებობს რეფინანსირების წესრიგი, არსებობს უმრავი სადებიუტო სერტიფიკატი, ანუ უმრავი ინსტრუმენტი, რაც ეროვნულ ბანკს ხელთ გააჩნია ოპერაციების თუ ღია ბაზარზე, რასაც შეუძლია იმოქმედოს და ინტერვენცია ეს არის ნიშნავს, რომ უკვე კატასტროფას გვაქვს ადგილზე და არ იქა უშუალოდ საქმეს, მაგრამ როდესაც ამასაც არასათანადოდ იყენებს, ეს უკვე სხვა რამე, ანუ ერთი იყო რომ მე დავარ არ ვიცი მასალა ზამბარას ეფექტი დავარქვა თუ რა და ეხლა ზარბაზანი მივიღეთ შედეგად, იმიტომ რომ მივარდა ეხლა ფაქტობრივად ეს ბაზრის მონაწილეები და აღარ არის ეს დოლარი. გათავდა. ეხლა მეორე პრობლემა რაც გამოიწვია ეს არის დედოლარიზაციის პოლიტიკა. სწორი ეს ლარიზაცია. დიდი 15 წელი ამას ყველას ჯურის და გაგების ასე თქვა პოლიტიკური ძალა, ეროვნული ბანკი თუ პარლამენტი ამას აცხადებს, მაგრამ შედეგი რა გვაქვს? შედეგი გვაქვს ის რომ 100% პირობითად რომ წარმოვიდგინოთ თქვა დეპოზიტები კომერციულ საბანკო სისტემაში, მხოლოდ 19%-ია ლარში. კიდე მიგვირს ეს მონაცემი ოქტომბრის არის, ახლა ამდენიც არ იქნება. ეს არის ფიზიკურ პირებზე. და სადღაც 28-29% არის ფიგურიდულ პირებზე. ანუ მასა ლარიზაციისთვის რითი ვაპირებთ ამ ცეცხლების გაცემა? აქ ამ ბანკებს ეს რესურსი საერთოდ? ანუ ფაქტურად ნიშნავს რომ ამ დარტყმით 100.000-მდე შეზღუდვით 200.000-დან, არ ვიცი, ან უნდა დავბეჭდოთ ახალი ლარი, ეს არ გვეყო რაც უკვე გავზარდეთ M2 პარამეტრი, ახლა კიდე დაემატება, ან არ ვიცი, ვიღაცა ციდან გადმოფრინდება და მიაწვის ამ ბანკებს ამ ლარის მასას. ეს კიდე და მესამე ახლა მთავარი ახლა რატო ხდება ეს რყევები? დამატებით ეს არის ფედრეზერვის ყველა უყურებს ამ გლობალურ ტენდენციას. ფედრეზერვი აპირებს დეკემბერში დოლარის კურსის კიდევ უფრო გამტკიცებას. ხა დონალდ ტრამპის არჩევა ნიშნავს დოლარის გლობალურ ბაზარზე გაძლიერებას, იმიტომ რომ ამერიკამ განაცხადა რომ თავის თავს უნდა მიხედოს პირველ რიგში. ანუ ჩვენთვის ეს არის არა მარტო ლარი ინგრევა, ესე თქვა. თურქული ლირაა დაცემული 2.8-დან 3.5-ზე დაცემული. აზერბაიჯანული მანათი ეცემა. ვალუტები გარშემო ჩვენს გარშემო თქვა გვეშლება ეს სამოქმედო არეალი. მაშინ ანუ თუ ლარს ასე თქვა ხელოვნურად დავიწყებთ გამყარებას, გარანტირებულად შეიძლება ითქვას რომ 2-3 თვეში ჩვენ მივიღოთ არგენტინისნაირ დეფოლტს.
პირდაპირ სახეზე, იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ რეზერვი არ გვექნება. არანაირი ფიქსირებული კურსი ახლა შესამოს არ შეიძლება მის შემოღება. ვერ გავდოთ, გაგვექცევა კაპიტალი სხვაგან. აზერბაიჯანშიც მიდის სავარაუდო დიდი თანხა აქედან, იმიტომ რომ აზერბაიჯანში დოლარს ვერ ყიდულობენ, აკრძალვებია. ანუ საკმაოდ მძიმე ვითარება, რაც ეროვნულ ბანკმა თავისი ქმედებებით, არ ვიცი მავალმა თავის დამტკიცებისთვის გამოიყენა ეს, ეხლა რაც მიდის პროცესი თუ რაღაც სხვა მიზნებისთვის, მაგრამ შეწირა თავისი სკამის, ასე ვთქვათ, გადარჩენა ქვეყნის ინტერესზე. ფაქტობრივად ეს აგვაქვს სახეზე. ნუ მეოთხე ეს არის ყველაზე ყმადაღებური თემა, ეს არის ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, რაც გვაქვს სახეზე. ყოველთვის, ანუ გვაქვს შემოსავალი ნაკლები და ვხარჯავთ უფრო მეც, რითი ვხარჯავთ. აქ დააგროვდა ეს ვალები, გარდა საგარეო ვალების 15 მილიარდი რაც აგვაქვს და დაფარვის სეზონში შევედი. ახლა შიგავალი გვაქვს 2.5 მილიარდი ლარი აღიარებული. სახელმწიფო ფასიან ხალხდება. ახლა კიდევ ვზრდით 200 მილიონი აღარ გვეყოფა. ახლა 1.8 მილიარდით უნდა ავიღოთ ახალი სესხები, ბიუჯეტი რაც იყო წარდგენილი და დაკორექტირდა და კიდევ 1 მილიარდით გაიზარდა. ეს რესურსი ან ახალი ვალების მოზიდვის ტექნოლოგია გამოვიდა და ასეთ სისტემაში მე როგორც ჟურნალისტი ამ სტუდიაში ბოლო 3 დღეა ვისმენ ძალიან კომპეტენტურ მოსაზრებებს სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა იდეოლოგიაზე დაფუძნებულს, მაგრამ ძალიან კომპეტენტურს და საინტერესოს. მე მაინტერესებს მთავრობა, როგორ ფიქრობთ თქვენ, აი ამ მოსაზრებებს არ იცნობს, არ გაუგია, თუ აი რატომ დაადგა რის საფუძველზე ამ გზას, რომელსაც ახლა აქ შეკრებილი მაგალითად 4 კონკრეტული ექსპერტი საერთოდ არ მიიჩნევთ სწორ გზასთან ახლოს ყოფათ. ეს ჩემთვისაც ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. პირველი, მოდი დავიწყებ მთავრობის რამოდენიმე გადაწყვეტილებას შევაფასებ. პირველი დაუშვათ მთავრობას აქ ქონდა მოქმედების თავისუფლება და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ითხოვდა დაბალანსებულ მეტნაკლებად ბიუჯეტს. მთავრობას შეეძლო უარი ეთქვა უბრალოდ ესტონურ მოდელზე და ეთქვა რომ აი ვერ შევავსებ მე აი ამ ბიუჯეტს და შესაბამისად აღარ შემოვიღებ ამ ესტონურ მოდელს. იგივე მოგების გადასახადის თემას აღარ შეიტანდა ძალაში, აღარ შეიტანდა ძალაში და არ გადაწონი და აი ამ უაზრო ქმედებებით რაც მან ეს გააკეთა. ანუ აქედან გამომდინარე მთავრობა არაადეკვატურად იქცევა, უკვე ფაქტია. მენეჯმენტში არსებობს ასეთი კოგნიტური გადახრის საკითხი, წარსული თქვათ გადაწყვეტილების გამართლება. როდესაც იცი რომ არ ხარ მართალი, მაგრამ მაინც ამართლებ შენ საკუთარ თავს. ანუ არ შეიძლება რომ ეს შეცდომა ვერ დაინახო, მაგრამ არ გინდა რომ აღიარო ეს შეცდომა. ამ პრობლემასთან აგვაქვს საქმე. ხო? შეეძლო ეს გაეკეთებინა მარტივად. ანუ უარესი არ გაეკეთებინა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ყველა უკვე არ ვიცი, ყველგან ვისმენთ, ყველა ტელევიზიაში, ყველა ადამიანი თასახად თანხმდებით იმაზე, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ამ სიტუაციაში არის დამღუპველი. განსაკუთრებით იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც გვაქვს, იმიტომ რომ ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ნამდვილად ახდენს. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რომ ჩვენი შემოსავალი როგორც აღნიშნე, გაზრდილი შემოსავალი არ ყოფნის ამ საგარეო ვალების დაფარვას და ახლა კიდევ ჩვენგან მთავრობას ესხულობს იმისათვის რომ გარკვეული დანახარჯები გაწიოს. ეს ხო კიდევ უფრო მძიმედ გვაწევა ჩვენ და აი გამოსაყენებელი რესურსი, ადმინისტრაციული რესურსის შემცირების, ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება არის თქვენთვის გამოსავალი. აი ეს რესურსი არის დარჩენილი ლარის სტაბილურობისთვის, რომ 10% კი არა მეტით შემცირდეს და თქვათ რამდენით როგორ ფიქრობთ, ერთ-ერთი საუკეთესო რა იქნება და აქ უნდა დავივიწყოთ ჩვენ ბიუჯეტის დეფიციტის თემა. აქ ბიუჯეტი უნდა იყოს დაბალანსებული თუ გვინდა ჩვენ რაიმე ეფექტურ შედეგზე ვისაუბროთ. დაბალანსებული ბიუჯეტი მცირედი წაეხმარება ამ სიტუაციას, მაგრამ თუ ჩვენი ეკონომიკა არ გაიზარდა, მაშინ ჩვენ ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ აი ბიუჯეტის დეფიციტი აღარ აღვა და ლარი არ გამყარდება. მაგრამ ეკონომიკა ასე სწრაფად ვერ გაიზრდება. ეკონომიკა არ იზრდება. გასაგებია, რომ რეგიონში მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. კი, არის ეს საგარეო ფაქტორები. მე აქ ნაწილობრივ ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ კი, გასაგებია, რომ გლობალურად დოლარის გამყარების პროცესი მიდის. იყო პერიოდი, როდესაც სარეზერვო განაკვეთი იყო 6%-იც, ხო? ამერიკის შეერთებულ სარეზერვო საბანკო სისტემაზეა ლაპარაკი. მაგრამ ლარი იყო 1.65 იმ პერიოდში. ანუ ეს პირდაპირ საქართველოს ეკონომიკაზე ნამდვილად არ იყო ლარი 1.65 მაგ პერიოდში. ყოველ შემთხვევაში 2009 წელს უკვე 0 იყო, 10 წლის წინ იყო 5.5% ფედრეზერვის. მაშინ ლარის კურსი სულ სხვა იყო. შევარდნადის პერიოდში. ყოველ შემთხვევაში ასეთი პირდაპირ გავლენა არ აქვს. კი, რა თქმა უნდა, თუ რეგიონში გაუარესდება მდგომარეობა, რეგიონის ვალუტები გაუფასურდება, მაშინ ეს ჯერ უნდა აისახოს ჩვენთან
იმპორტის რაოდენობაზე, უნდა გაიაფთეს იმპორტი, უნდა უფრო მეტი რაოდენობის იმპორტი შემოვიდეს, უფრო მეტი რაოდენობის დოლარი უნდა გავიდეს, ან კაპიტალი უნდა გავიდეს საქართველოსთან და ამის შემდეგ ლარი უნდა გაუფასურდეს. ანუ ის რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ დოლარი მყარდება და ამიტომ უფასურდება ლარი, სტატისტიკა დღეს საპირისპიროს გვიჩვენებს, რომ წმინდა ექსპორტი გაზრდილია, ყოველ შემთხვევაში 9 თვის მონაცემების მიხედვით, ოქტომბრის სიტუაციას არ ვფლობ. პირიქით, ტურიზმის სექტორში უფრო მეტი უცხოური ვალუტა მივიღეთ, თითქოს გადმორიცხვების გაზრდილია, გადმორიცხვების გაზრდილია, მაგრამ ჯამში ეკონომიკაში აისახება ეს ყველაფერი და ჯამში ჩვენი ეკონომიკა იზრდება 1.3%. ანუ ის რომ ამერიკული დოლარი მყარდება გლობალურად და ამიტომ უფასურდება დღეს ეროვნული ვალუტა, ეს რბილად რომ ვთქვათ, არასწორი განცხადებაა. მომავალში რა იქნება? ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი. მომავალში რა იქნება? შეიძლება მომავალში ამან მოახდინოს გავლენა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს რისკი არის, მაგრამ მე არ მგონია რომ ამან დიდი გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე, გამომდინარე იქიდან რომ ძალიან შორსა ვართ ჩვენ. აი ამისაგან. არ ვართ ძალიან ჩართული აი ამ გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში. ჩვენ უფრო რეგიონი გვეხება და რეგიონს როგორც შეეხება, ბუნებრივია ეს ჩვენზეც გავლენას მოახდენს. თუმცა მანძილზე დასაფარი 4 მილიარდი დოლარი როგორ ეხება მაშინ ლარს? თქვენ საგარეო ვალზე საუბრობ? საგარეო ვალზე ხომ გითხარით რა შუაში ახლა ეს? ნუ ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის, მათ შორის დოლარის გამყარება ამასთან ერთად. რა უყოთ ახლა ამ ფაქტორს? დოლარის გამო თუ ლარის გაუფასურებაზე? დოლარის გამყარება და გამყარებულ დოლარის კვალობაზე 4 მილიარდი დოლარის გადახდა. გლობალურ ბაზარზე დოლარის გამყარებაზე საუბრობთ თუ იმაზე რომ ლარი უფასურდება იმის გამო რომ ეკონომიკა საქართველოში არ იზრდება. ლარი უფასურდება რიგი მიზეზის გამო. მათ შორის ერთ-ერთი არის დოლარის დეკემბერში კიდევ უფრო გამყარდება დოლარი. უკვე შეგუებული ამას გლობალური ბაზარზე. და ეს აისახება სტატისტიკაში, ანუ ჩვენთან იმპორტი გაიზარდა. გადასახდელი რო გვაქვს, ამის გამო არ გაძვირდება ჩვენი კერძო ბიზნესისთვის დოლარის შეძენა. დოლარი რო გამყარდა, ამიტომ გაიზარდა საგარეო ვალი? დოლარი არ გამყარებული. საგარეო ვალი მქონდა, ჩვენ გვიწევს ახლა დაფარვა. 2006-7-8 წლებში აღებული საგარეო ვალი. დოლარი არ გამყარებული იყო, საგარეო ვალის დაფარვა იმ რაოდენობით მაინც მოგვიწევდა, მაგრამ ერთ-ერთი დამატებითი ფაქტორი არ არის ეს დოლარი რო გამყარდა ახლა ამ დოლარი რო გამყარდა, ჯერ უნდა წავიდეს პროცესი. მე ხო ამას ვამბობ, პროცესი უნდა წავიდეს, რომ იმპორტი უნდა გაიზარდოს. ვალუტა უნდა როგორ? თუ დოლარის გარკვეული რაოდენობა, უფრო მეტი რაოდენობა არ გავიდა საქართველოსთან. გადის ახლა, გადის. თქვენ ესე იგი ამბობთ, რომ იმპორტი გაიზარდა. იმპორტი კი არ გაიზარდა, ვალები გვაქვს გადასახდელი და გადის ეს უცხოური ვალუტა ახლა. ვალები ხო ისედაც გვექნებოდა გადასახდელი იმ რაოდენობით. არ ქონდა ჩვენ წინა წლებში გადასახდელი, ახლა გვიწევს გადასახდელი. და რო არ გამყარებულიყო დოლარი ხო მაინც გვექნებოდა იმ რაოდენობით. კი, გასაგებია, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი არ არის, რომ დოლარი გამყარდა კიდევ უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა ამ ჩვენს გადამხდელებს. ვერ გავიგე რა სამ. ექსპორტ იმპორტის იყოს ეს თემა ცოტა სიღრმეში შევედით ჩვენ შეიძლება ჩვენი აუდიტორისთვის ვთქვათ ესეთი დეტალებში ვერ ავხსნათ ეს კონკრეტული საკითხი თუმცა ბუნებრივია ეს ძალიან საინტერესოა ჩვენ რეკლამის დრო გვაქვს რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით რამდენიმე კონკრეტული კითხვა მაქვს და იმედია პასუხებს ვიპოვეთ დროებით